მოგესალმებით მეგობრებო და გუშინდელ დღესთან დაკავშირებით მინდა მოკლედ ვისაუბრო იმასთან დაკავშირებით თუ კიდევ ერთხელ როგორ გაიბანძა ოპოზიციამ თავი და როგორ ცდილობდნენ რომ ეს თავიანთი სიბანძე შეეტენათ მათი მხარდამჭერი საზოგადოებისთვის და იძახდნენ ესეთ რაღაცას რომ ეს ღონისძიებაო თავიდან ბოლომდე საზოგადოების დაგეგმილი და მოწყობილი ღონისძიება არისო და აი ასე ცდილობდნენ რომ თავიდან აერიდებინათ გაბანძება და შეეტენათ მათი მხარდამჭერებისთვის. ასევე გუშინდელ ამ სიბანძეში ერთი საინტერესო მომენტი იყო და ეს იყო ის რომ რუსთაველზე ოპოზიციამ გააკეთა ეგრეთ წოდებული ვითომ გაყალბებული არჩევნების სტენდი, სადაც ნაცვლად იმისა რომ გაყალბების ფაქტები გამოედოთ და ეჩვენებინათ თავიანთი მომხრეებისთვის და სრულიად საზოგადოებისთვის, ამის ნაცვლად ამ ადამიანებმა ამ სტენდზე გამოფინეს ქართული ოცნების წარმომადგენლების სურათები და პუტინის სურათი. და ამით ცდილობდნენ რომ საზოგადოების ემოციაზე ეთამაშათ რომ თურმე აი ქართულმა ოცნებამ და პუტინმა ერთად გაგვიყალბა არჩევნები. ეს რა თქმა უნდა არის ბოდვა, ამას რა თქმა უნდა ამ ბოდვას ვერანაირ მტკიცებულებას ვერ აყოლებენ და ვერანაირ არგუმენტს, ვერანაირ მძიმე არგუმენტს ვერ დებენ აი ამ ბოდვების სასარგებლოდ. მე ძალიან კარგად მახსოვს არჩევნების შემდეგ ოპოზიცია რო აყაყანდა, როგორ ბაქიბუქობდნენ რომ ჩვენო გაყალბების ფაქტები გვაქვსო და მეშოკებით მიგვაქვს პროკურატურაშიო იმდენი გაყალბების ფაქტი გვაქვსო და აი ამ მეშოკებით გაყალბებული ფაქტებიდან ვერ ამოარჩიეს რამოდენიმე ფაქტი რომ გუშინ გამოედოთ იმ სტენდზე, რომელსაც დაარქვეს გაყალბებული არჩევნების სტენდი და ეჩვენებინათ საზოგადოებისთვის. ამათ რა თქმა უნდა არანაირი გაყალბების ფაქტები არ აქვთ და როგორც არჩევნების შემდეგ პირდაპირ ეთერებში რო ცირკაჩობდნენ ხოლმე, ხო, ვაშაძე მახსოვს განსაკუთრებით აქტიურობდა, რომელიც რაღაცებს ხატავდა ხოლმე და იქ წერტილმძიმეებს სვავდა და გაჟონა და ფურცელი და ფლომასტერი და რაღაცებს რომ ცირკაჩობდნენ. ზუსტად იგივე ცირკი იყო გუშინ ამ ფარჩაკების მიერ მოწყობილი ღონისძიება და განსაკუთრებით ეს სტენდი, რომელსაც დაარქვეს გაყალბებული არჩევნების სტენდი. მადლობა ღმერთს რომ გუშინდელმა დღემ მშვიდობიანად ჩაიარა და ხელისუფლებამ არ მისცა ნაძირალა ოპოზიციას რამე სერიოზული პროვოკაციის მოწყობის საშუალება და არ ვიცი, გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ გამოაჩინა ის რომ თავიდან ბოლომდე გაბანძებული და გაფარჩაკებულია ეგრეთ წოდებული პროევროპული ოპოზიცია და გუშინ კიდევ ერთხელ გაიბანძეს თავი აი ამ რაღაცა თავიანთი ბანძი ღონისძიებით. ეს არის ვისი თქმაც მინდოდა გუშინდელ დღესთან დაკავშირებით და კონკრეტულად იმასთან დაკავშირებით თუ კიდევ ერთხელ როგორ საკუთარი თავი გაიბანძა და გაიფარჩაკა ოპოზიციამ სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით.